საჯაროვდება პირველი ფარული ჩანაწერი ბოლო დღეების რეზონანსულ საქმეზე. ეს არის ფარულად გადაღებული ვიდეო მასალა, სადაც ჩანს როგორც საუბრობს ინგლისურად გიორგი უძილაური მის სიმჯდომ პირთან. კადრები საცხოვრებელ სახლშია გადაღებული და საუბარია მასალების ერთმანეთთან ფარული არხებით გადაგზავნის გზებზე. საგამოძიებო უწყებას შეხვედრას კონსპირაციულად აცხადებს და ამტკიცებს, რომ მასალა თანხის მიღებას და ხელმოწერის ფაქტსაც ასახავს. ამ დრომდე არ კონკრეტდება ევროპის ის ქვეყანა, რომლის სასარგებლო ჯაშუშობასაც დაკავებულს ედავებიან. ცნობილია მხოლოდ ის, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის სისტემატურად მიწოდებული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს ეხებოდა. ინტერესის სფერო იყო ძალოვან და უსაფრთხოების უწყებებში არსებული ვითარება და ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე ინფორმაცია. ბოლოს უძილაური ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი ის ამავე პოზიციას ქართულ ჯგუფში იკავებდა. და კონკრეტების გარეშე დღეს ევროპის ცალკეული ქვეყნების მისამართით ახლად დანიშნულმა სახელმწიფო მინისტრმა და სუსის ყოფილმა უფროსმა გამაფრთხელებელი გზავნილიც გააჟღერა. ნათია ქენქაძე არ ყოფდა გახმაურებული საქმის ახალ გარემოებებს, მას ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ. ნათია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაჯაროვებული ვიდეო მასალა არის ნაწილი საქმის იმ მასალებისა, რომელსაც აქამდე ედო გრიფი სრულიად საიდუმლო, დანარჩენი მასალები ისევ სრულიად საიდუმლოდ რჩება. ეს ერთწუთიანი ვიდეო კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა თანდართული განმარტებით, რომ ეს ასახავს ჯაშუშობაში ბრალდებული პირისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარებას, მისთვის თანხის გადაცემას და მის მიერ ამის შესაბამისი ხელმოწერით დადასტურებას. კადრები სავარაუდოდ არის გადაღებული ფარული ვიდეო კამერით დახურულ სივრცეში, რომელიც გავს საცხოვრებელ სახლს და ასახავს ორი პირის კომუნიკაციას, მათგან ერთს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით არის ბრალდებული სახე აქვს დაფარული, მეორე პირი კი სრულად დაფარულია, მას ხმაც აქვს შეცვლილი მონტაჟის მეშვეობით და მისი იდენტიფიცირება არის შეუძლებელი. კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დართული ტიტრებიდან ირკვევა, რომ საუბარი შეეხება გარკვეული დაშიფრული ინფორმაციის გადაცემას და პაროლის დადების მეთოდებს, გარკვეულ ინსტრუქტაჟის ჩატარებას ბრალდებულისთვის. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მას ვიდეოს გამოქვეყნებამდე არ მიუღია განსაჯაროების შესახებ სპეციალური დადგენილება უწყებისგან, თუმცა ის ვერ ხედავს პრობლემას მასალის განსაჯაროებაში. მეტიც ბექა გულდანი ამბობს, რომ დაცვის მხარისთვის უკეთესი იქნება თუ საჯარო გახდება მთლიანი საქმის მასალები, რადგან ის დარწმუნებულია, რომ არც ეს და არც სხვა მტკიცებულებები არ ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას, იმ ბრალს, რომელიც მას აქვს წარდგენილი, ჯაშუშობას, თანამშრომლობას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და საქართველოს საწინააღმდეგოდ მათთვის ინფორმაციის გადაცემას. Did you check that message I showed you? What does it mean? First, you should read what I wrote to you because it's important. When I send you something, I will use this. It will be the name of the file. This is the password. This one, and that one. Yeah. And when you want to write to me, instead of putting a password in Word, because we don't have the same version, you send the bit with the password, and you send it to me, and after you get it. გავრცელებული მასალიდან რა დასტურდება, რომ საქართველოს საზიანო ინფორმაცია გადასცა უცხო ქვეყნის დაზვერვის თანამშრომლებს, ამას ედავებიან გიორგის. ფულის აღებას ხომ არ ედავებიან, ან ფული არის იქა, სათამაშოებია, ეს ხომ აი სუფთა იურიდიული ნიუანსებია და მე ვისურვებ, რომ ეს სამართლებრივ ჩარჩოში განხილვადი იყოს. თვითონ დაასაიდუმლოეს და თვითონვე რაღაც ნაწილი განასაიდუმლოეს. განასაიდუმლონ, მაშინ დანარჩენიც და კი ბატონო დავჯდეთ მე და პოლემიკაში შემოვალ. ესე ნაწილ-ნაწილად აი როგორ ახსნა მე იურისტმა, რომელსაც არა მაქვს უფლება რაღაც სხვა დეტალებზე ვისაუბრო. მრავალტომიანი საქმის ამ მცირე ნაწილის გასაჯაროების თხოვნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს დღეს მისმა წინამორბედმა მიმართა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მის მიერ ამ რანგში გამართულ პირველ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ზედმეტი კონკრეტიკის გარეშე ერთი სიახლე, რაც დადასტურებულად დღეს მამუკა მდინარაძისგან გავიგეთ, იყო ის, რომ საქმეში ფიგურირებს ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყანა, თუმცა მას სახელმწიფო მინისტრი არ
ასახელებს. მამუკა მდინარაძემ დღეს ისაუბრა ზოგადადაც თუ რა აღონისძიებებს ატარებს და გაატარებს სახელმწიფო ჯაშუშების გამოსავლენად. მისი თქმით, ეს საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული არის ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და მათ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გააკეთეს მინიშნება. ეს იყო გასულ თვეში გამართულ ბრიფინგზეც, როდესაც კონტრდაზვერვის სამსახურმა საბუთების გაყალბების ბრალდებით დააკავა უცხო ქვეყნის მოსამართლე, თუმცა როგორც მინისტრი ამბობს, ეს მინიშნებები სათანადოდ არ იქნა გაგებული ადრესატი ქვეყნების მხრიდან, შესაბამისად საჭირო გახდა უფრო მკვეთრ ქმედებებზე გადასვლა, როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, იმ შემთხვევაში თუ უცხო ქვეყნის დაზვერვა საქართველოში არ შესუსტდება და არ იქნებიან გაწეული ის პირები, რომლებიც ამ საქმიანობას ქვეყანაში ახორციელებენ, მსგავსი ქმედებები კიდევ გახდება საჭირო. ასევე მინდა ვთხოვო ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ახორციელებენ დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებულ და ინტენსიური რეჟიმით ჩვენს ქვეყანაში, რომ ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ქართულ სპეცსამსახურებს დღეს. კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში და ინტენსივობით და ასევე ჩვენ ძალიან დიდი ინფორმაციები გვაქვს და ჩვენ სამართალმცველებს აქვთ ეს ინფორმაციები და ვთხოვთ, რომ ეს ხალხი გაიყვანონ, მოაშორონ იმ საქმიანობას, რასაც ისინი ახორციელებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ გარკვეულ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მე მგონი, რაც გავაკეთეთ, უკვე საკმარისი უნდა იყოს. 5 მაისს დაკავებული გიორგი უძილაური ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ეს გადაწყვეტილება გუშინ მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. მას ბრალი 314 მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული, რაც გულისხმობს ჯაშუშობას და ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მადლობა, ნათია ქენქაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.